მოდით გავიგოთ, რატომ მოხდა ქართლსა და სომხეთს შორის საეკლესიო განხეთქილება, რომელსაც მოგვითხრობს ეპისტოლეთა წიგნის კრებული, რომელიც მე-7 საუკუნის სომხურ ენაზე შედგენილი წყაროა. ქვემო ქართლში, ცურტავის ეპარქიაში ქართულ-სომხური მოსახლეობა ცხოვრობდა. ამიტომ ცურტავის ეპისკოპოსად ისეთ პირებს ირჩევდნენ, რომლებიც თანაბრად ფლობდნენ ქართულ და სომხურ წიგნობრობას. ქართლის კათალიკოსმა კირიონმა მკაცრად მოითხოვა, რომ სომხურენოვან თემშიც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე ჩატარებულიყო და ადგილობრივმა სომეხმა მღვდელმა ამის გამო იჩივლა იმჯამინდელ სომხური ეკლესიის მესვეურებთან და ამას მოჰყვა სომხეთის უმაღლეს საეკლესიო და საერო პირთა წერილობითი პოლემიკა კირიონ ქართლის კათალიკოსთან, რა დროსაც მხარეები კიდევ უფრო დასცილდნენ ერთმანეთს. ეს ხანგრძლივი პოლემიკა დასრულდა იმით, რომ 608 წელს აბრამ სომეხთა კათალიკოსმა გამოსცა საყოველთაო ეპისტოლე, რომელიც სომხებს უკრძალავდა ქართველებთან ყოველგვარ ურთიერთობას გარდა ვაჭრობისა.